ცინცე 7 წლის. სწავლობ მეექვსე საჯარო სკოლაში. ჩემი საქმიანობაა ტანვარჯიში და ბალეტი. უფრო მიყვარს ბალეტი. ჯერ ბალეტზე არ დავდივარ და უნდა შევიდე. ბალეტი იმიტომ მომწონს, რომ პაკაკში შევდებიან და ძალიან მომწონს. მე პაკაკში ვდები ამ ხელებზე და ხელებს ვდებ ძერს. ძალიან მომწონს ბალეტის კაბა. ასე აქვს ამოხვეული და ასეთი აქვს და ის უჩვენთ რეიტუსი. ბალეტი არის უფრო ცეკვა. მე უკვე შემიძლია ფეხების ცერებზე დადგომა. მალე მინდა მქონდეს კონცერტი. ეს კონცერტი მინდა იყოს პარიზში. მე მინდა ასეთი კაბა მეცვას. აქ იქნება ჭვრიალა და ვარდისფერი იქნება, ან კიდევ ეს კაბა. ბილეთი აღირება 10 ევრო. მე ერთხელ მქონდა 75 ლარი. ფული როცა მაქვს, ითულობ მირინას. მე გავიზრდები ხელფასი მიქნება $2000. ბევრი ფული მქონდეს, რამეში დავხარჯავ, დედიკო გავახავე, ან ჩემი დაიკო. ვიყიდი ბინას, მანქანას და კიდევ რაღაცებს. 20 წლის რო ვიქნები, ვიყიდი თეთრ მანქანას BMW-ს. ჩემს სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მასწავლებელია კარგი და კაი კლასელები მყავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის სანდრო მაკარაძე. ყველაზე ცელქია ილია. ყველაზე 7 არის ჩემი დაქალია და ეგა ევა ძნელაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, კეთილი და ჭკვიანი და პრანჭი. ხანდახან სარკის გარშე ვიბრანჭები, ხანდახან არა. ძალიან მეხტება ვარდისფერი ჭკვიალა ბლესკი. ვარდისფერი მიყვარს. ჩემი საყვარელი საგანი არის სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ლინდა ხოძრევანიძე. კარგად იღებს ფოტოებს და ძალიან გვახალისებს კლასელებს და ძალიან გვამხიარულებს. და კეთილია კიდევ. რომ გავსდები, მაგდონალდში მომუშავე მიმტანად. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ხატვარი. ხატვა ახლაც მიყვარს. უბრალოდ ვიღლები. მე ვიცი სახლის ხატვა, თოვლის, ხეების, ბაკურიანის და ბაკურიანში ვარის სახლები. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი, მუქი. არ მეყვარს მწვანე. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი ნიტა ცინცაძის. ჩემი დაქალია და ბიჭაშვილია. მეც მეყვარს საჩუქრებს ჩუქნია. ამ ბოლოს მაჩუქეს საბრანჭაო საღებავები. შაშან თოლის ბაბუა მაჩუქა. ენათებოდა ასე ჯოხი იყო და გული იყო და ჯოხი იყო და ენათებოდა ეგ მაჩუქა და სოკრასკავე. ამიტომ სინამდვილეში დედიკო მომიტანა. წელს თოლის ბაბუა მინდა მომიტანოს ვარსკვლავი, რომელიც ანათებს. ჩემი აზრით თოლის ბაბუა არის 50 წლის. მისი ნამდვილი სახელია ნიკოლოზი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ ეკემა სამსახური. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი და ჩემი დედიკო, ჩემი ძმა, ჩემი მამა, ჩემი ბები. კიდევ მინდა მყავდეს 2 და 2 ძმა. ჩემი და არის 18 წლის და ქვია თამთა. ცინცაძე. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, კარგად მაცვევს ტანზეს, ბრანჭავს. ჩემ დაბადების დღეს ძალიან კარგად აწყობს. სახლშიც ყველგან კიდე კარგ საჩუქრებს მიკეთებს, კარგ საჭმელს. მოკლედ არის ძალიან კარგი გოგო. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია ოთო არის კარგი, ხანდახან მაბრაზებს, ხანდახან კეთილია, ბოროტი ვაფშე არაა. კარგ საჩუქრებს მიკეთებს, ძალიან ნიჭიერია და ძალიან ლამაზი ბიჭია. მამიკო არის კეთილი, ყველაფერს მისრულებს აბსოლუტურად, რასაც მე მყიდულობს, იცის მე ყველაფერი, მეუნება ეგ არის მინდო, იმიტომ კარგი არა ხანდახან. კიდე ყველგან შემიყვანოს მამიკომ რასაც ვეტყვი, ყველაფერს ასრულებს და ძალიან კარგი სიმპათიური.
დეიკვარ ძალიან ლამაზი, საყვარელი, შვიდი, ძალიან კეთილი, ძალიან მიყვარს, დეიკვასაც უყვარვარ, გულწრფელია. კიდე აკეთებ ძალიან გემრიელ საჭმელებს. ჩემი საყვარელი საჭმელია ფრი, საყვარელი მურთმინია, ტომი და ჯერი. მადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მე ვიქნებოდი ყველაზე ლამაზი. სამოგზაუროდ მინდა წავიდე იტალიაში. ყვავილებიდან მე გავარ ვარდს. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. ნია რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ალბათ მერქმეოდა ნიტა. შემდეგ მონაწილეს ასეთ შეკითხვას ვუტოვებ. რომელია მის საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაში არის დახოჭორება. არ მიყვარს მგელობა. იმიტომ რომ შეიძლება წავექცე და გავუფლიანი. ბედნიერება არის თითქოს ჩახუტება, საჩუქრებს ჩუქნიან, ბალეტში შევდივარ ძალიან გახარებული ვარ და მე ვარ ბედნიერი ადამიანი.